წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ადამიანების სია, რომელთა გასამართლება შეუძლებელია. იმიტომ კი არა, რომ ისინი უდანაშაულო არიან. არა, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ ზედმეტად ძლიერი ფიგურები არიან. წარმოდგენაც არ მოგიწევთ, იმიტომ რომ ეს სია რეალურად არსებობს და იგი ეპშტეინის ფაილებიდან მომდინარეობს. დღეს მე არ მოგიყვებით შეთქმულების თეორიაზე. შევეცდები სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ, თუ რა არის ეპშტეინის ფაილები და რატომ ამის გარშემო ამხელა ხმაური. იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ რა არის ეპშტეინის ფაილები, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ ვინ არის თავად ეპშტეინი. ჯეფრი ეპშტეინი არ დაბადებულა მილიარდერთა ოჯახში. მას არ შეუქმნია რომელიმე ცნობილი ბრენდი და არც ინვესტორი არ ყოფილა. მაგრამ ამის ფონზე ჰქონდა საკუთარი თვითმფრინავი, ვილა ნიუ-იორკსა და პარიზში, ასევე კუნძულზე, რომელზეც უბრალო ადამიანებს არ უშვებენ. შესაბამისად, საინტერესო ის კი არ არის თუ ვინ არის ჯეფრი, არამედ საინტერესოა ვინ შექმნა ასეთ ადამიანად. თავად ამბობდა, რომ იყო ფინანსისტი, მაგრამ არ გვაქვს ინფორმაცია მისი კლიენტების შესახებ და არც გამჭვირვალე შემოსავლები არ ჰქონია. არადა, ასეთი შემოსავლების მქონე ადამიანი ყოველთვის ცნობილი არის. მაგრამ ეპშტეინი იდგა ჭრდილში. თუმცა, მის წინ იხსნებოდა ისეთი კარები, რომლებიც შემთხვევითი ადამიანების წინ არასდროს არ იხსნება. ჯეფრი ეპშტეინი 1953 წლის 20 იანვარს ნიუ-იორკში დაიბადა. 1974 წელს დაიწყო სკოლაში მასწავლებლად მუშაობა, სადაც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელთან, ალან გრინბერგთან დამეგობრდა, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორი იყო. გრინბერგმა მას სამსახური შესთავაზა და აქედან დაიწყო პროფესიული აღმასვლაც. 1991 წელს ჯეფრიმ საკუთარი ფინანსური საკონსულტაციო ფირმა გახსნა. ამ დროს ის მეგობრებსა და კოლეგებს ეუბნებოდა, რომ პარალელურად დაზვერვის აგენტად მუშაობდა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დღემდე არ დადასტურებულა. 1988 წელს დაარსა G. Epstein & Company, ფინანსური მართვის ფირმა, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ მილიარდერებს ემსახურებოდა. სწორედ ამ პერიოდში ის გახდა მილიარდერი ლესლი ვექსნერის ფინანსური მრჩეველი, რომელიც იმ დროს ვიქტორიას სეკრეტის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ჯეფრი ნელ-ნელა მსოფლიოს ელიტის წევრებთან დამეგობრდა. მის ცნობილ მეგობართა რიგებში იყვნენ ისეთი ადამიანები, როგორიცაა მაგალითად პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ბილ გეიტსი, კევინ სპეისი, ალან დერშოვიცი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პრინცი ენდრიუ, ნაომი კემბელი და ეჰუდ ბარაკი. 1998 წელს ეპშტეინმა $8 მილიონ კუნძული სახელად Little James-ი შეიძინა, სადაც ხშირად იღებდა სტუმრებს. მათ შორის იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მეცნიერები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა გავლენიანი პირები. ჯეფრი იქ თვეში ორჯერ, ან სამჯერ ჩადიოდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. ეპშტეინი არ იყო ადამიანი, რომელიც მართავს ყველაფერს. ის იყო ადამიანი, რომელიც საჭირო დროსა და საჭირო ადგილას აკავშირებდა ერთმანეთთან საჭირო ადამიანებს. ასეთი ადამიანები კი არასდროს არ დგანან სქემის ცენტრში. ისინი დგანან სქემებს შორის. სქემებს შორის დგომა კი ყოველთვის ყველაზე სახიფათოა. პირველად ეპშტეინით დაინტერესდნენ 2004 წელს ფლორიდაში. მაშინ, როდესაც უცნობმა ადამიანმა დარეკა პოლიციაში და უთხრა, რომ მილიონერის ვილაში საეჭვო აქტიურობა შენიშნა. მისი ეზოდან გამოდიოდნენ მოზარდი გოგონები, თანაც ყოველთვის სხვადასხვა. რამდენიმე თვეში, 2005 წლის 14 მარტს პოლიციაში შევიდა კიდევ ერთი ზარი. ანერვიულებული ქალისგან, რომელიც ამბობდა, რომ მისი 14 წლის შვილობილი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მდიდარი ადამიანის მხრიდან პალმ-ბიჩში. საკუთარი ვინაობა არ დაასახელა. მისი სიტყვებით მოისმინა საუბარი, რომელშიც შვილი ეუბნებოდა მეგობარს იმის შესახებ, რომ შეხვდა 45 წლის კაცს, რომელმაც გაწეული საქმისთვის მას ფული გადაუხადა. დაკითხვაზე ბავშვმა მოყვა იმის შესახებ, რომ ვილაში ის მიიყვანა ნაცნობმა სახელად ჰეილიმ. იქ დახვდათ ჭაღარათმიანი კაცი, რომელიც გაეცნოთ ჯეფრის სახელით. გოგონას უბრძანა გაეხადა ტანსაცმელი და დარჩენილი იყო საცვალების ამარა. გაიკეთებინა მისთვის მასაჟი, რაც მალევე გადაიზარდა სექსუალურ კავშირში, რითვისაც გადაუხადა ფული. გოგონამ მოძალადე ამოიცნო და ხელი დაადო ჯეფრი ეპშტეინის ფოტოს. შეგახსენებთ, რომ საუბარი გვაქვს 14 წლის ბავშვზე. და მთელი უბედურება იმაშია, რომ ის არ ყოფილა არც პირველი, არც მეორე, არც მეხუთე და არც მეათე მსხვერპლი. დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებში გაირკვა, რომ კაცს ყავდა ათობით არასრულწლოვანი მსხვერპლი. სქემა ყველასთან ერთნაირი იყო, ყველა მიიყვანა ვიღაცამ. შესაბამისად, ის თავად კი არ ეძებდა მსხვერპლს, არამედ ამას ავალებდა თავად დაზარალებულებს. რისთვისაც ფულს უხდიდა. თანხა შეადგენდა $200-300.
საქმის წამყვანი დეტექტივი ჯოზეფ რეკეირი ამბობდა, რომ განცვიფრებული იყო საქმის სიჩქარით, რადგან რამდენი ეგონა რომ პოულობდა ბოლო მსხვერპლს, ის მის მიერ მიყვანილ რამდენიმე გოგოს ასახელებდა და ასე უსასრულოდ. სქემა ყველასთან ერთი და იგივე იყო: ფული, პატარ-პატარა თხოვნები და ნელ-ნელა საზღვრების მოშლა. ერთი შეხედვით ყველაფერი ძალადობას არ გავდა. გავდა მახეს, რომელშიც ყველა ეგებოდა. ზოგი თანხმობით, ზოგი კი ძალდატანებით. ჯაჭვის დამაკავშირებელი 17 წლის გოგონა, რომელიც ტრადიციულად სხვისი მიყვანილი იყო, იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც პირველად მივიდა ჯეფრისთან. ოთახში ის სახლის დამხმარემ შეიყვანა, დახვდა ჯეფრი და მან სთხოვა ის ყველაფერი, რასაც თხოვდა ხოლმე სხვებს. საქმის დასრულების შემდგომ გადაუხადა ფული და დააყოლა ის, რომ თუ სხვა გოგოებსაც მიიყვანდა, ამისთვისაც მიიღებდა თანხას. მეორე დღეს მიიყვანა 23 წლის დაქალი, რაზეც ჯეფრიმ უთხრა, რომ ის ზედმეტად ბებერი იყო და მიიყვანა უფრო პატარა გოგოები. თანც ასე, რაც უფრო პატარა, მით უკეთესი. მომავალში ეს გოგო თავის თავს აიგივებდა ჰოლივუდ მადამ ჰაიდი ფლაიშთან. უფრო გასაგები რომ იყოს, ეს ჰოლივუდ მადამი იყო ლოს-ანჯელესის ელიტური პროსტიტუციის ქსელის უფროსი. ამბობდა, რომ მოზარდები, რომლებიც მიყავდა ეპშტეინთან, იაზრებდნენ სად და რისთვის მიდიოდნენ, ამიტომ მათზე პასუხისგებელი არ იყო. ყოველ გოგოზე იღებდა $200 და უფარავდნენ ტრანსპორტის ხარჯებს. სახლის მომუშავე პერსონალი იხსენებდა, რომ მათი უფროსი რეგულარულად იღებდა მოზარდებს, 2-3 დღეში და ყოველთვის სხვადასხვას. ძირითადად ესენი იყვნენ ბავშვები გაჭირვებული ოჯახებიდან და ბავშვთა სახლებიდან. გაწეული სამუშაო ფასდებოდა მათი დამსახურებებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევებში ბავშვები თანხმდებოდნენ კონტაქტს, იყო გამონაკლისებიც, რაც გაუპატიურებით სრულდებოდა. ამის შემდგომ ჯეფრი იხდიდა ბოდიშს და მათ უხდიდა $1000. საქმის გახსნის შემდგომ დაზარალებულები თავად მიდიოდნენ პოლიციაში. აძლევდნენ ჩვენებებს, ასახელებდნენ სახელებს. ამას რა თქმა უნდა მოყვა ეპშტეინის ვილის ჩხრეკა, სადაც იპოვეს საქმიანი დღიური, რომელიც ადასტურებდა გოგონების ვიზიტებს. გარდა ამისა, სახლის ავსე იყო შიშველი ხალხის ფოტოებით, როგორც ქალების, ასევე კაცების. იპოვეს სეიფი, რომელიც ავსე იყო ფულითა და ძვირფასი ნივთებით, მასაჟის ინსტრუქცია და ქცევის წესები, ფოტო და ვიდეო კამერები, შეფუთული საჩუქრები, რომლებიც წინასწარ მზად იყო მსხვერპლთათვის, თავდაცვის საშუალებები, ბლოკნოტი, რომელშიც გაწერილი იყო ვის რამდენს უხდიდა, მეგობრების კონტაქტების წიგნები. გამომძიებლებს დახვდათ ის გარემო, რომელიც უკვე აღწერილი ჰქონდათ ბავშვებს. ყველაფერი ემთხოვდა: მასაჟის ოთახი, ნივთებისა და ავეჯის განლაგება. თუმცა, როგორც ჩანს, ეპშტეინმა იცოდა წინასწარ ჩხრეკის შესახებ და დამალული ჰქონდა გარკვეული ნივთების რაოდენობა. მაგალითად, სახლში იყო კომპიუტერის მონიტორი და კლავიატურა, თუმცა არ იყო მყარი დისკი. პოლიციამ პროკურატურას გადასცა ყველაფერი. ითხოვდნენ მისი 1, 2 და 3 მუხლით კი არა, მთელი რიგი მუხლებით გასამართლებას, რადგან მტკიცებულება იმაზე მეტი ჰქონდათ, ვიდრე საჭირო იყო. მაგრამ ამას არაფერი არ მოჰყვა. საქმე გეგონება ჰაერში ეკიდა და წინ არ მიდიოდა. არა და ზოგადად, როდესაც საქმე გვაქვს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობასთან და თან სხვადასხვა ადამიანები აძლევენ ერთსა და იმავე ჩვენებას, სისტემა წამში რეაგირებს ხოლმე, მაგრამ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. საბოლოოდ, პროკურორმა ბარი კრიშერმა წარუყენა ფინანსის სასჯელი. თუმცა მხოლოდ ერთი მუხლით, პროსტიტუციის კუთხით. საქმეში ნახსენები არ იყო არც ძალადობის მსხვერპლთა ასაკი და არც მათი რაოდენობა. ამის მიხედვით, ეპშტეინს მხოლოდ რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. პროკურორის გადაწყვეტილებას უდიდესი აჟიოტაჟი მოჰყვა, რაც მან იმით ახსნან, რომ მოსარჩლე მხარეს არ ჰქონდა არც საკმარისი რაოდენობის მტკიცებულებები და არც სანდო მოწმეები. აქედან გამომდინარე, ფლორიდის პოლიციის უფროსმა იეჭვა, რომ შესაძლოა ეპშტეინის ადვოკატები ზეწოლას ახდენდნენ მოსამართლეზე. ამიტომაც საქმე გადასცა ფეოდალურ მთავრობას. ამის შემდეგ უკვე FBI-მ გახსნა საქმე, კოდური სიტყვით ოპერაცია ნაკიანი წელიწადი, რომელსაც კურირებდა ენ მარი ვილიაფანია. 2007 წლის შემოდგომისთვის მას მზად ჰქონდა ბრალდების ფაილი, რომელიც 60 პუნქტისგან შედგებოდა. ფინანსის ათეული წლით ემუქრებოდა ციხე. მოკლედ, ყველაფერი მზად იყო. ენ მარის უნდა შეეტანა სარჩელი, რის შემდეგაც ჯეფრის აიყვანდა FBI. საჭირო იყო მხოლოდ ფეოდალური პროკურორის ალექს აკოსტას თანხმობა, რომელიც არა და არ მოდიოდა. სარჩელები ვადდებოდა, დოკუმენტები იკარგებოდა. ეპშტეინი კი ისე განაგრძობდა ცხოვრებას, გეგონება არც არაფერი არ ხდებოდა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ის, რომ ენ-მარი გამუდმებით წერდა ხოლმე პროკურორს და გამოთქვამდა საკუთარ უკმაყოფილებას. ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია სამართლიანობის შეჩერება. ჯეფრიმ ეს შეძლო. მალევე გაირკვა, რომ აკოსტას კი არ სურდა ბრალდების წარდგენა, არამედ უნდოდა გარიგების დადება. ამბობდა, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ გარიგების შემდგომ ბრალდებულს ეღიარებინა დანაშაული და გარანტირებულად დაეჭირათ ის, ვიდრე მისი დაჭერა არ დაჭერის საკითხი საურჭოფო ყოფილიყო. ამ გარიგებას მედიაში უწოდეს ამერიკის სამართალში ყველაზე უცნაური გარიგება. და სწორედ ამ დროს დგინდება დოკუმენტი, რომელიც ხდება შემდგომში ეპშტეინის ფაილების ნაწილი. ჯეფრის უნდა ეღიარებინა ბრალდება ფლორიდის პროკურორის 2 პუნქტზე, რის გამოც მას ელოდა 18 თვით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, კომპენსაციის მიზნით თანხა უნდა გადაეხადა დაზარალებულ პირთათვის და დარეგისტრირებულიყო როგორც სექსუალური მანიაკი, რის გამოც გარკვეული შეზღუდვებიც ექნებოდა. თავის მხრივ პროკურატურა კი ვალდებული იყო არ წაეყენებინა არანაირი ფეოდალური ბრალდება. გარდა ამისა, იმუნიტეტს იღებდა არა მხოლოდ ჯეფრი, არამედ საქმეში მონაწილე სხვა ნებისმიერი პირი. პლუს, შეთანხმება უნდა გასაიდუმლოებულიყო და თუ მისი გასაჯაროების აუცილებლობა დადგებოდა, ყველა პირი წინასწარ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული. წარმოუდგენელია, ხო, როგორ უნდა გაასამართლონ ადამიანი 18 თვით, როდესაც ამდენი მტკიცებულება აქვს და თანაც დანაშაული ამდენად მძიმეა. მიუხედავად იმისა, რომ გარიგებას უდიდესი წინააღმდეგობა მოჰყვა თუნდაც ენ-მარის მხრიდან, პროკურორმა ის მაინც დაამტკიცა. თუმცა ეპშტეინი არ ჩქარობდა დათანხმებას და მისმა ადვოკატებმა დაიწყეს ვაჭრობა იმის შესახებ, დაიჭერდნენ მას 20 თვით თუ 18-ით. მაშინ, როდესაც პროკურორის მაგიდაზე იდო ფაილების მთელი დასტა, რომელიც სამუდამოდ გამოკეტავდა პედოფილს ციხეში. შესაბამისად, ყველა ფიქრობდა იმას, რომ საქმეში გარეული იყო კორუფცია. თუმცა ამის დამადასტურებელ ფაქტს არც მაშინ და არც დღეს უარსებია. 2020 წელს გარიგება გადაიხედა და გამოიცა პროფესიული პასუხისგებლობის ოფისის ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ. მიუხედავად იმისა, რომ NPA და მისი მიღწევის პროცესი შეიძლება კრიტიკის საგანი გახდეს, OPR-მა მაინც ვერ იპოვა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს იმ დასკვნას, რომ სუბიექტი მოტივირებული იყვნენ პირადი სარგებლით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეპშტეინმა არ მიიღო სარგებელი თავისი უზარმაზარი სიმდიდრის გამო. მას შეეძლო ცნობილი ადვოკატების დაქირავება, რომლებსაც ჰქონდათ კარგი პრესტიჟი, უნარები და გამოცდილება სახელმწიფო სისხლის სამართლისა და მოლაპარაკებების წარმოებაში. მას ჰქონდა რესურსი დაეფინანსებინა საქმისადმი აგრესიული მიდგომა და ეს მართლაც ასე იყო. ჯეფრიმ დაიქირავა ყველაზე ძლიერი ადვოკატები, ისეთი როგორიცაა მაგალითად ალან დერშოვიცი, რომელიც იცავდა O.J. Simpsons. სიმსონის საქმე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში კი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესია. 1994 წელს სიმსონის ყოფილი ცოლი, ნიკოლ ბრაუნი და მისი მეგობარი რონ გოლდმანი სასტიკად მოკლულები იპოვეს. მთავარი ეჭმიტანილი ცნობილი სპორტსმენი და მსახიობი სიმსონი იყო. 1995 წელს სასამართლომ ძლიერი ადვოკატების გამო სიმსონი გაამართლა, მიუხედავად ძალადობის აშკარა კვალისა, სისხლის, ხელთათმანის და დნმ-ის. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ პოლიციამ გააყალბა მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელს სამოქალაქო სასამართლო პროცესზე იგი მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, მას მხოლოდ მსხვერპლთა ოჯახებისთვის მილიონობით დოლარის გადახდა დაევალა, რადგან რეალურად ციხეს მაინც აცდა. კიდევ არანაკლებ ძლიერ იურისტად ყავდა კენეთ სტარი, რომელიც იძიებდა საქმეს ბილი კლინტონის წინააღმდეგ. სწორედ იმას, რომელშიც დამტკიცდა, რომ ბილი ცოლს ღალატობდა თეთრ სახლშივე. მოკლედ, უძლიერესი ადვოკატთა გუნდი ხშირად ურეკავდა ხოლმე პროკურორს და ეუბნებოდა იმის შესახებ, რომ მომჩუარე მხარეს იყვნენ არასრულწლოვანი ბავშვები, რომელთა ხმას ძალიან მარტივად გადაწონიდნენ. მათი მიზანი იყო იმაში, რომ ჩვენებებში ეპოვათ გარკვეული შეცდომები. ახლა გაიხსენეთ, რომ საუბარი გვაქვს პატარა ბავშვებზე, რომლებსაც ეშინიათ ეუხერხულებათ მსგავს თემებზე სხვებთან საუბარი მით უმეტეს უფროსებთან. და ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად მარტივი იქნებოდა სასამართლო პროცესზე მათი დაშინება და შეცდომაში შეყვანა. ამას არც მალავდნენ. პოულობდნენ გოგოების სოციალურ ქსელებს, იძიებდნენ კომპრომატებს და მოსამართლის თვალში მათ უსუსტეს ადამიანებად აჩენდნენ. ამასთანავე ბრალდებას დებდნენ პროსტიტუციაში. თანაც თითქოს ანიშნებდნენ იმაზეც, რომ საქმე თუ გაგრძელდებოდა, გადაიზრდებოდა პოლიტიკურ სკანდალში და ამოტივტივდებოდა ცნობილი ადამიანების სახელები. ამ პერიოდში ჟურნალისტმა ჯული ბრაუნმა გამოსცა სტატია, რომელშიც ამბობდა, რომ მიაკვლია ერთგვარ უცნაურობას. ორი სექსუალურად შევიწროებული გოგონა ამბობდა იმას, რომ შეყვარებული იყვნენ ჯეფრიზე.
ნახა ისეთები, რომლებიც რამდენიმეჯერ მიბრუნდნენ მილიონერთან. ადვოკატებისთვის ეს იყო ხელჩასაჭირი მასალა და ისინი უფრო აგრესიულად აწვებოდნენ იმას, რომ საქმე ჰქონდა პროსტიტუციასთან. დღეს ეს საკითხი გადაიხედა და რა თქმა უნდა არასრულწლოვანი ბავშვი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლი და არანაირად მონაწილე. ენ მარი აგრძელებდა ბრძოლას. ითხოვდა ეპშტეინის ტექნიკასთან ცდომას. როგორც ვახსენეთ, შხრეკის დროს არ იყო ნაპოვნი მყარი დისკი და ის ფიქრობდა, რომ არსებობდა რაღაც კომპრომატები, რომლებიც გადამალული იყო. ასევე აინტერესებდა თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს იმუნიტეტი და რატომ იყო ეს საქმე გასაიდუმლოებული. ამ პერიოდში ჩდება ის აზრიც, რომ აკოსტა ვერ უყენებდა ფინანსის ბრალდებას, იმიტომ რომ ის იყო ისრაელის აგენტი. როგორც არ უნდა იყოს, საბოლოოდ ეპშტეინი დათანხმდა შეთანხმებას და ფორმალურად აღიარა ბრალდება. თუმცა 3.5 თვის შემდეგ ფლორიდის შერიფმა მას უფლება მისცა კვირაში 6 დღით სამოქალაქო სამუშაოების შესრულების და 13 თვის შემდეგ საერთოდ გაათავისუფლა. მომავალში გაირკვა, რომ ამ შერიფს მან $128,000 გადაუხადა. ეპშტეინი დაუბრუნდა საკუთარ ჩვეულ ცხოვრებას. ის რომ დაარეგისტრირეს როგორც სექსუალური მანიაკი, მას ხელს არაფერში უშლიდა. კვლავ აგრძელებდა ბიზნეს საქმიანობას, დაფრინავდა მსოფლიოს გარშემო, ცხოვრობდა ხელგაშლილად და შეუზღუდავად. ხვდებოდა მეგობრებს, რომელთათვისაც არაფერი შეცვლილა. ჯეფრის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაზარალებულთათვის არ მიუწოდებიათ, რამაც რა თქმა უნდა მათში ერთგვარი უკმაყოფილება გამოიწვია. ის რომ ასეთი მცირე პერიოდით დაიჭირეს, ვადაზე ადრე გამოუშვეს და თანაც ინფორმაცია არ მიაწოდეს, საკმარისი მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მის წინააღმდეგ მოძრაობა დაეწყოთ. ამ მოძრაობის სახედ იქცევა ვირჯინია ჯუფრე, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხოთ. გოგონას ჰქონდა საკმაოდ რთული ცხოვრება. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში იქცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლად. 14 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და ცხოვრება მოუწია ზრდასრულ კაცთან, რომელიც შემდეგ პროსტიტუციის გამო გაასამართლეს. იქამდე კი ძალადობდა ვირჯინიაზე, რომელიც 16 წლის ასაკში გაეხვა ეპშტეინის სქემის ქსელში. ახლა კი საინტერესო მომენტი. ამ დროს ის მუშაობდა დონალდ ტრამპის რეზიდენციაში. სწორედ აქ მასთან მივიდა ჯეფრის დაქალი, გისლეინ მაქსველი. მას შემდეგ რაც დაინახა, როგორ კითხულობდა გოგონა მასაჟის შესახებ და შესთავაზა სამსახური მდიდარ ბიზნესმენთან. ვირჯინიას გაუკვირდა, რადგან პროფესიულ დონეზე არ ფლობდა საქმეს, მაგრამ ქალმა დაამშვიდა და უთხრა, რომ ეს არ იქნებოდა პრობლემა. პირველივე სეანსზე გასაგები გახდა, რა მიზნები ჰქონდა მილიონერ კაცს, რომელიც მხოლოდ მასთან კი არა, მის დაქალთან, ადვოკატ ალან დერშოვიცთან და ბრიტანელ პრინც ენდრიუსთანაც კი ამუშავებდა ბავშვს. მომავალში ვირჯინიამ სწორედ სასამართლოში გააჟღერა ეს სახელები, რამაც ხელახალი აჟიოტაჟი გამოიწვია საქმის გარშემო. პრინცის რეპუტაცია იქამდე შელახული იყო, რადგან ხშირად სტუმრობდა და რჩებოდა ჯეფრის ვილაში, რაც არ გამოეპარა მედიას და აი უკვე კონკრეტული ბრალდების შემდეგ სრულიად შეელახა რეპუტაცია, რის გამოც ერთ წელში ჩამოართვეს ტიტული. გავრცელდა ფოტოც, რომელზეც ჩანს 16 წლის ვირჯინია, მის წელზე ხელი აქვს შემოხვეული პრინცს და უკან ჩანს კეთილის მოსურვე დაქალიც. ფოტო გადაღებულია ეპშტეინის მიერ. 2019 წელს პრინცმა BBC-ს მისცა ინტერვიუ, სავარაუდოდ რეპუტაციისა და იმიჯის გამოსასწორებლად. განაცხადა, რომ დიდი ხანია ჯეფრისთან ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდა და არც ვირჯინიას იცნობდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ინტერვიუმ, რა თქმა უნდა, კრახი განიცადა და თანაც ისეთი, რომ მისი პირადი PR მენეჯერი იმ დღესვე გადადგა სამსახურიდან. პრინცის საქმეში ჩართულობა სხვა ბევრ არგუმენტთან ერთად დასტურდება ეპშტეინის სახლის მომუშავე პერსონალის მიერაც, რომელიც ამბობს, რომ იგი ხშირად სტუმრობდა სახლს, კვირების განმავლობაში რჩებოდა იქ და მასაჟის ყოველდღიურ სეანსს იღებდა. რაც შეეხება ვირჯინიას, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 2018 წელს მაიამი ჰერალდმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება ეპშტეინზე, ეჭვმიტანილ პედოფილზე. როგორ დაუდო ტრამპის კაბინეტის მომავალმა წევრმა სერიულ სექსუალურ მოძალადეს სიცოცხლისთვის სამაგალითო გარიგება, რომელშიც დეტალურად იყო დანაშაულის მასშტაბები გაწერილი. ამ სტატიამ უდიდესი ხმაური გამოიწვია. ხალხი რატომღაც მაშინ დაფიქრდა იმის შესახებ, თუ რამდენად საიჭვო იყო ის გარიგება, რომელიც დაიდო 2007 წლის შემდეგ. რაც შეეხება ტრამპის ფიგურირებას, აქ ცხადია იგულისხმება აკოსტა, რომელიც შრომის მინისტრის კანდიდატად წარადგინა 2017 წელს და უმიზნებდა მის გენერალურ პროკურორის პოზიციაზე დანიშვნასაც, რადგან მაშინდელ მოქმედ პროკურორს სეშნასა და დონალდს შორის დაძაბულობა შეიმჩნეოდა. რა თქმა უნდა, გამოსულმა სტატიამ დაასამარა აკოსტას კარიერა. გარდა ამისა, ახლიდან გადაიხედა ბრალდება და ეპშტეინი მეორედ დააკავეს. ამჯერად ძლიერმა იურისტებმა ვეღარ უშველეს, რადგან მას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
თუმცა ერთ თვეში ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვალება უკავშირდებოდა სუიციდს, რაც საეჭვოა, რადგან მისი პირადი გამომძიებელი ამბობს იმას, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა ენისქვეშა ძვლის მოტეხილობა, რაც ჩამოხრჩობის დროს კი არა, გაგუდვის დროს ხდება ხოლმე. თუმცა გამოძიებამ თქვა ის, რომ ეს მოტეხილობა შესაძლებელია ჩამოხრჩობის დროს 20%-ში და ალბათობა იზრდება ადამიანის ასაკის მატებასთან ერთად. ამ დროს კი ეპშტეინი 66 წლის იყო. მეორე უცნაური ფაქტი ის არის, რომ ზოგადად ციხის საკნები მოწმდება 30 წუთში ერთხელ, რაც მაშინ არ მომხდარა, რადგან აღმოჩენის მომენტში ჯეფრი უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. პლუს, ჩამწერი კამერებიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა და მის მხედველობის არეალში ეს მხარე საერთოდ არც შედიოდა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ეპშტეინი ნამდვილად იყო მიდრეკილი სუიციდისკენ, რადგან იქამდე ერთხელ უკვე ჰქონდა ამის ცდილობა. ასევე გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე შეხვდა ადვოკატებს და ხელი მოაწერა ანდერსს. როგორც არ უნდა იყოს, ამერიკის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა სუიციდის. ისინი ფიქრობენ, რომ ჯეფრის გარდაცვალებაში ვიღაც დაეხმარა. ასევე მათი აზრით ხელისუფლება ხელს აფარებს ამ საქმეში მონაწილე პირებს და ეჭვობენ ყველა მის მეგობარს პედოფილიაში. საეჭვოა ასევე კუნძული, რომელსაც სტუმრობდნენ ყველასათვის ცნობილი ადამიანები და რომელზეც წვდომაც მხოლოდ მათ ჰქონდათ. აქვე გაიხსენეთ შეთანხმება, რომელიც იცავს ამ ყველა მონაწილეს. ჯერ კიდევ 2005 წელს ჩხრეკისას სახლში აღმოჩენილი იყო სათვალთვალო კამერები საათებში. 2019 წელს FBI-მ აღმოაჩინა 100 გიგაბაიტი ჩანაწერებისა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ამბობს მესამე პირები არ ფიგურირებენო, ეს რა თქმა უნდა ხალხისთვის რთული დასაჯერებელია და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ვიდეოებში შეუძლებელია არ ფიგურირებდნენ სხვა პირები. ეს მართლაც უცნაურია, რადგან მინიმუმ 2 გოგონა ასახელებს იმას, რომ მათ იძულებული კონტაქტი ჰქონდათ როგორც პრინცთან, ასევე მაქსველთან და დერშოვიცთან. საქმეში გარეული უნდა იყოს ბილ კლინტონიც, რასაც მიანიშნებდა ხოლმე დონალდ ტრამპი, რომელიც ტვიტერზე არ ეპოსტებდა მსგავს თემებს. სარა რენსონმა ჟურნალისტებს მიწერა იმის შესახებ, რომ ამ ყველაფრის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერები არსებობდა. მხოლოდ ამ ცნობილი ადამიანების კი არა, მთელი სია ადამიანების, თუმცა მალევე უარი თქვა თავის სიტყვებზე და განაცხადა, რომ ყველაფერი მოიტყუა. თავად ბილ კლინტონი ამბობდა, რომ არ იცოდა ძმაკაცის საქმეების შესახებ და არც კუნძულზე იყო ნამყოფი. მაგრამ როგორც იცით, გამოძიების პიკში ფინანსისტმა თავი მოიკლა და პროცესი შეწყდა. დაიჭირეს გისლენ მაქსველი. მაგრამ ხალხი ელოდება, როდის მივა სამართალი ბილ გეიტსამდე, ბილ კლინტონამდე და სხვა მათი აზრით, საქმეში გარეულ გავლენიან ადამიანამდე. ამის გამო სულ უფრო დიდია ინტერესი და მოთხოვნა, რომ გამოქვეყნდეს ეპშტეინის ფაილები. აქ მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის, რომ ეპშტეინის ფაილი არ არის ერთი დოკუმენტი ან სპეცსამსახურის საიდუმლო არქივი. ის არის დოკუმენტების დასტა, რომელიც გაჩნდა იმიტომ, რომ ჩავარდა სისტემა. ყველაფერი დაიწყო გოგოების ჩვენებებით, პოლიციაში საჩივრებით, წერილებითი მიმართებით, განმეორებითი ისტორიებით, ერთნაირი საქმეებით. წლების განმავლობაში ყველა დოკუმენტი იმტვერებოდა, ერთს მეორე ემატებოდა, მეორეს მესამე და ასე უსასრულოდ. ეპშტეინის ფაილი გულისხმობს ყველა იმ საბუთს, რაც შეგროვდა წლების განმავლობაში, ამ საქმის გარშემო. საინტერესო ის ფაქტია, რომ ეპშტეინი კი გარდაიცვალა 2019 წელს. მაგრამ დღემდე უდიდესი გავლენა აქვს ამერიკის პოლიტიკაზე. ტრამპის ადმინისტრაცია ნდობას კარგავს მის გამო, თანაც მომხრეებიდანაც კი. დღესდღეობით 36%-ია შემცირებული მისი ნდობა, რაც მაქსიმალური მინიმუმია მეორე დარჩევის შემდეგ. არადა, ის არჩევნებამდე ამბობდა, რომ ამ ფაილებს გამოაქვეყნებდა. კაშ კაპელი, რომელიც FBI-ის დირექტორი გახდა, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ამბობს. Why is the FBI protecting the greatest pederast, the largest scale pederast in human history? Simple, because of who's on that list. You don't think that Bill Gates is lobbying Congress night and day to prevent the disclosure of that list? ილონ მასკიც, რომელიც მხარს უჭერდა ტრამპს, ამბობდა, რომ კამალას იმიტომ ყავდა ამდენი მხარდამჭერი ელიტაში, რომ მათ არ უნდოდათ ფაილების გამოქვეყნება. პენ ბონდიმ, ამერიკის პროკურორმაც თქვა, რომ ეპშტეინის სია რეალურად არსებობსო, თანაც მაგიდაზე მიდევსო. მეტიც, მალევე მსხვილი ბლოგერები, რომლებიც მხარს უჭერდნენ დონალდს, დაპატიჟეს თეთრ სახლში და გადასცეს ფაილები. თუმცა მალევე გაირკვა, რომ მათში არაფერი ახალი არ იყო.
მეტიც უფრო დაცენზურებული იყო, ვიდრე ის ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაჩნდა ის აზრი, რომ ტრამპი მფარველობს მოსადს, რომელიც ამ საქმეში იყო გარეული. თუმცა ილონ მასკსა და პრეზიდენტის განხეთქილების შემდეგ მან განაცხადა ის, რომ თავად ტრამპი ფიგურირებს ამ საქმეში და ამიტომაც არ ასაჯაროებს ფაილებსო. მართლაც ბოლო დროს ამოტივტივდა მათი საერთო ფოტოები და ამასთან 2002 წლის ინტერვიუ, რომელშიც დონალდი ამბობს: ჯერ 15 წელია ვიცნობ, შესანიშნავი ბიჭია. მასთან ურთიერთობა ძალიან სახალისოა. ამბობენ კიდეც, რომ მასაც ისევე მოსწონს ლამაზი ქალები, როგორც მე და ბევრი მათგანი ახალგაზრდაა. ისევე როგორც ეპშტეინი ამბობდა, რომ ის და დონალდი ახლო მეგობრები იყვნენ. საუბარი ძალიან რომ არ გაგვეწელოს, ვისაუბროთ ვიდეოს ჩაწერის მომენტში ბოლო სიახლეებზე. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი აგრძელებს ფაილების გამოქვეყნებას. ის ასაჯაროებს დოკუმენტებს, მათ შორის ფოტოებს, ჩანაწერებს, სასამართლო ჩანაწერებსა და სამთავრობო დოკუმენტებს, რაც ხორციელდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში, რომელიც მოითხოვს ეპშტეინის გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა მასალის გამჟღავნებას. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ და ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ აღმოაჩინეს მილიონზე მეტი დამატებითი მასალა, რომლებიც პოტენციურად დაკავშირებულია ეპშტეინის საქმესთან, რაც ხსნის სრული გამოქვეყნების შეფერხებას, რადგან შესამოწმებელია მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები და უზრუნველსაყოფია მათი დაცვა. ბოლო გამოქვეყნებულ ფაილებში ფიგურირებს ცნობილი ადამიანების სახელები, როგორიცაა მაგალითად დონალდ ტრამპი, ილონ მასკი, მაიკლ ჯექსონი. ახლა აქტიურად მიმდინარეობს ფაილების გამოქვეყნება და უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ ახალ ტალღას. მინდა შევეხოთ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფიგურაა. ეს არის ნადია მარჩენკო, ქალი, რომელიც დაკავშირებული იყო მის პირად თვითმფრინავთან და გარემოცვასთან. გამოძიება დაინტერესდა მისით, რადგან ფინანსისთან 15-16 წლის ასაკიდან ფიგურირებს. ამ დროს ის იყო მოდელი სერბეთსა და სლოვაკეთში, საიდანაც შეამჩნია კაცმა და იმის შემდეგ გვერდიდან აღარ მოუშორებია. როგორც მსხვერპლები გვიყვებიან, ეს გოგოც გამოიყენებოდა სხვა გოგოების გადაბირებისთვის. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ეპშტეინმა მას დაუფინანსა სწავლა და გახდა პილოტი, მისი პირადი პილოტი. დაფრინავდა ვილიდან კუნძულზე. შესაბამისად, მან გადაიყვანა ყველა ის ცნობილი ადამიანი, რომლის ვინაობაც გვაინტერესებს. თუმცა, მისი კვალი 2024 წლის შემდეგ აღარ ჩანს. არ ვიცით, საერთოდ ცოცხალია ის თუ არა. საინტერესოა, რას ფარავს ეს საქმე. ვინ არიან მასში გარეული და დაისჯებიან თუ არა პედოფილიაში მონაწილე პირები. ტრადიციულად გამიხარდება თუ დაალაიქებთ ვიდეოს, გამომიწერთ და დამიტოვებთ კომენტარს. ამ ტალღაზე არა, მაგრამ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. შევხვდებით შემდეგ წელს.